თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. არსებობს საქართველოში ასეთი გამოთქმა: ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს. ანუ ყველამ უნდა მიხედოს თავის მამიდას. სულ ერთია ყავს თუ არა მამიდა ბოზი, ან საერთოდ ყავს თუ არა მამიდა. ეს სახუმარო ამბავი სულაც არ არის. სინამდვილეში ეს კარგად ალეგორიულად გაკეთებული ფრთიანი ფრაზაა და არ აწყენს არავის ამის გააზრება თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ძალიან მარტივად რომ ავხსნა, აქ საუბარი არ არის ბიოლოგიურ მამიდაზე. ანუ ადამიანზე, რომელიც შენი ნათესავია. აქ საუბარია საკუთარ თავზე. მამიდა ჩვენი გონებაა. მოცემულ შემთხვევაში მამიდა ვარ ჩვენ. ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, ყველამ ჩვენს საქმეს უნდა მივხედოთ. მაგრამ სანამ უშუალოდ ამ ალეგორიას ჩავშლიდეთ, თავად სიტყვის ეტიმოლოგიას ჩავწვდეთ. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არის მამიდა ბოზი და არა დეიდა, ან ბიცოლა, ან ბიცოლაზდა. აქ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მომენტია. დედა წმინდათა წმინდა, დეიდას დედის სუნი აზდის და დედის სიწმინდე იცავს. კარგ კაცს კიდევ ცოლი არ გაუბოზდება და არა მარტო ცოლი, არამედ დაც. ბიცოლა ვის რა შეაინტერესებს და რჩება მამიდა. აქედან გამომდინარე, მოსაუბრე პირის მიმართ ნათქვამი ყველამ თავის ბოს მამიდას მიხედოს, მიანიშნებს იმას, რომ ოჯახის უფროსი მამაკაცი თავის სიმაღლეზე ვერ დგას ოჯახში. ეს წინააღმდება იგივეა, რაც ყველამ თავის თავს მოუაროს. ხშირად გამოიყენება ქუჩურ დიალოგებში, როდესაც ვინმეს საქმეში ერევი და ასწავლი და ამ დროს აღნიშნული ტიპის საქმეში შენც მაგარი შეცდომები გაქვს დაშვებული. მაგალითად, ამ ფრაზით შეგიძლიათ უპასუხოთ ყველას, ვინც გეკითხებათ, რატომ არ თხოვდები, ცოლი რატომ არ მოგყავს, ერთ შვილზე რატო ჩერდები, ხელფასი რამდენი გაქვს. მოკლედ ძალიან კაი ფრაზაა და ხელს ნუ წამოვარტყამთ ნამდვილად. ბოზი მამიდის სინდრომი, ანუ რამ თუ ვინ გააბოზა მამიდა. გლოვას, ომზე თუ სტიქიებზე რეაქციას არ აქვს ზოგადი წესები და დრესკოდი. ყველა ადამიანი თავისებურად გლოვობს, რეაგირებს ომზე და სხვა კატასტროფებსა თუ დანაკარგებზე. ვიღაც თუ ომის დროს საღამოს რესტორანში მიდის, არ ნიშნავს, რომ ომის მომხრეა, ან არ არის ომის მსხვერპლი. ვიღაც თუ დაშორების დღეს ლამაზად გამოიყურება და სელფი ატვირთა სოციალურ ქსელში, არ ნიშნავს, რომ მას არ აღჩობს აუტანელი გულის ტკივილი. ქვრივს თუ შავები არ აცვია, არ ნიშნავს, რომ არ სტკივა დასერილი სული. შუმდარი დედა თუ კარგად გამოიყურება, ატარებს მაკიაჟა, არ ნიშნავს, რომ გული არ აქვს საერთოდ გამსკდარი. ყველას აქვს უფლება კონდეს მისებური ემოციები და რეაქციები. არავის აქვს უფლება შეგვიზღუდოს თუ დაგვიცენზუროს ემოციური არსებობის არეალი. ნუ განჯით ადამიანებს ზედაპირულად. არავინ არ ვიცით რა ხდება რეალურად მათ შიგნით და საერთოდ ყველამ ჩვენ ბოზ მამიდას მივხედოთ. რამე თუ ზუსტად ჩვენი უყურადღებობის ბრალია მისი გაბოზება. ნეტა რამდენად მიხვდება ვინ არის ბოლოს და ბოლოს ეს მამიდა. ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.